სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით 36-ე ნაწილზე, რომელიც ჩაწერილი იქნა 1988 წლის 14 თებერვალს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შენი კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან საინტერესოდ პასუხობს ჯონ მაკარტური, ალბათ ბევრს მოსდის ეს კითხვა და ბევრს აინტერესებს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე გუშინ მოვისმინე თქვენი გადაგება, უკეთრავად გასულ კვირას და ფიქრობდი ამაზე. თუ რატომ არ აირჩია ღმერთმა ყველა ადამიანი გადარჩენისათვის? და ჯონ მაკარტური პასუხობს. არ ვიცი ახლა სახელი არ იყო, თვითონ ეს ბავშვია თუ არა, მაგრამ ჯონ მაკარტური ესე პასუხობს. დიახ, ბავშვები ყოველთვის სვამენ ამ კითხვებს. უფროსები ამას იშვიათად კითხულობენ ხოლმე, რადგან მათ უკვე გაიგეს ამაზე, რომ ამაზე პასუხი არ არის. რატომ არ აირჩია ღმერთმა ყველა გადასარჩენად? ვიცი რა მე ამაზე? ჩემო საყვარელო, სამწუხაროდ არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ შევეცდები გავქცე ძირითადად პასუხი, რაც შესაძლებელია. და ეს პასუხი, იმედი მაქვს, რომ თქვენ გაიგებთ, არის რაღაცა ზოგადი პასუხი. იმიტომ, რომ მან მიიღოს დიდება და მისი სახელი განდიდეს. როგორც ეს ყოველთვის გააკეთა მან. გასაგებია, ღმერთი აკეთებს ყველაფერს თავისი სახელის განსადიდებლად. და რატომღაც ღმერთი განდიდება ამითაც, რაც მან გააკეთა. და ამიტომ გააკეთა ეს. და კიდევ რაღაცას გეტყვით. აბა, კითხვა დავსვათ. და რას გვეუბნება ბიბლია? ღმერთი ცდება როდისმე? უშვებს ის შეცდომას? მერე, არის თუ არა ღმერთი ყოვლად მოსიყვარულე? დიახაც არის. ასე რომ, რასაც ის აკეთებს, რაღაცნაირად ერგება მის თვისებას და მის ხასიათს. და თუ ჩვენთვის ეს ძნელად გასაგებია, ეს არანაირად ღმერთის პრობლემა არ არის. ვისი პრობლემაა ეს? ეს არის ჩვენი ადამიანების პრობლემა. რადგან ჩვენ ადამიანებს ქმნილ არსებებს უბრალოდ არ აგვაქვს ამის გაგების უნარი. არის რამოდენიმე კითხვა, რომელიც ჩდება, რომლებზეც უბრალოდ ვერ გიპასუხებთ. არ არის პასუხი. და ერთ-ერთი მათგანი არის ეს, გასაგებია და გმადლობთ საყვარელო ძვირფასო. და მე მგონია, რომ პატარა ბავშვზე ან ახალგაზრდაზე ეს ლაპარაკი. დავამატებდი, მოგეხსენება წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მე არ მახარებს ბოროტების სიკვდილი. და ამას წაგიკითხავთ დეტალურად, რაც ჯონმა მოიტანა საიდან და როგორ შემდეგ იმაზე როცა ახსენებს. დიახ, ამას ღმერთი ამბობს, რომ მას არ ახარებს ბოროტების სიკვდილი. ხედავთ, ჩვენ ამას ადამიანები ვერ გავიგებთ. როგორ ჟი ბოროტებას და ამავე დროს არ ქსიამოვნებს ბოროტების დასჯა, მე ადამიანს ეს მე არ მესმის. მე არ ვიცი, არ არის ამაზე პასუხი. მე რადგან არ ვიცი ღმერთის გონება, მე ვერ შევიმეცნებ ამას. და ამ ეტაპზე, სწორედ აქ, მე ვენდობი ღმერთს. მე ვენდობი მის პიროვნებას 100%-ით. და მე არ ვიცი ადამიანური თვალსაზრისით, როგორ არ შეიძლება გქონდეს სიამოვნება, როდესაც ბოროტებს ხოცავ. და მაინც დაუშვა ბოროტი რომ მოკვდეს. არ ვიცი ერთხრი როგორ შეიძლება ღმერთმა თქვას, ეს არის ესაიას 46-ე თავში, მე-10 მუხლი. დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა, ვამბობ ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს, მოусმინოთ ყოველ ჩემს სურვილს ვასრულებ. და შემდეგ ამბობს, აი ზემორე რაც გითხარით, ეს არის ეზეკიელის 33 თავში რაც ვახსენე და მე წავიკითხავ მე-7 მუხლიდან ამას შესანიშნავ ადგილს. აჰა, ძეო კაცისა, ისრაელის ტაძრის გუშაგა დამიდგენი ხარ. ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ. ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდება მეთქი, ბოროტეულო, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მის გზის გამო.
მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში, მის სისხლს კი შენ მოკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება. შენ კი თავს იხსნი. ძეუკაცისა, უთხარი ისრაელისალს, ასე ამბობ თქო. თუ ჩვენი დანაშაული და ჩვენი ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ? უთხარი მათ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი. არ მსურს, ნახეთ, არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს. მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან, რისთვის უნდა გაწყდეთ ისრაელის სახლო. და ამას ჩვენ მერე ახალ თქმაშიც ბოლოში წაგიკითხავთ უკვე იონეს სახარებაში. ეს არ ვიცი, ამბობს ჯორმა კარტული. ეს არის სწორედ ღმერთის პარადოქსი და ადამიანური გაგებით წინააღმდეგობა. ნება-მომეცი ძალიან მარტივად გითხრათ. ადამიანში დაბადებული ყველა ადამიანი ცოდვილი ბუნებით იბადება, რადგან ისინი ატარებენ ცოდვის ბუნებას და ისინი ყველანი ჯოჯოხეთში არიან განწირული და დაწყევლილი. ეს არის ჩვენი ცოდვა ადამიანში და ჩვენი ბუნება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ იმის გამო, რომ გმობს მერე ღმერთი ამ ყველა ადამიანს ჯოჯოხეთში. როგორც ყველა ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში, ღმერთი თავისი საოცარი მადლით იხსნის ზოგიერთებს. დანარჩენები დაწყევლია, მაგრამ არა მხოლოდ ადამიანში ჩადენილი ცოდვის გამო, პირველ რიგში ურწმუნოების გამო. ურწმუნოების ცოდვის გამოა ჩვენ რომ განწირულები ვართ. იონეს სახარების მესამე თავი ამბობს, რომ თქვენ უკვე დაგმობილი ხართ, რადგან რა არ დაიჯერეთო. მე წაგიკითხავთ მე-13 მუხლიდან, იცით ხომ ეს ნიკოდემოსთან ცნობილი დიალოგი, რო შედგა და ერთ-ერთი ძალიან საზეპირო ადგილები ბიბლიაში. არავინ ასულა ცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთი სოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ ჩობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთი სოფელი, არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. ვისაც წამს იგი არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მჟავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდ ჩობილი ძის სახელი. მჟავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთი სოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანება, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი, რადგან ყველას, ვინც ჩადის დანაშაულს, ზულ სინათლე და არის სწრაფი სინათლისაკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი, ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი. ხედავთ, და სწორედ აქ მოდის უკვე ადამიანური გაგებით წინააღმდეგობა. ხსნა არის ღვთის არჩეული, რამ წინასწარ განზრახული განზრახვა. წყევლა კი არის კაცთა ურწმუნოება. ახლა თქვენ თქვით, რომ როგორ მოაგვარებთ ამას? მე ამას ვცდილობ, რომ არ გადავჭრა. მე ვერ გადავჭრე ამას. მე არ შემიძლია ამის მოგვარება, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი სრულყოფილია და ის გადაწყვეტს მას მშვენივრად. და ეს არის საუკეთესო მიდგომა ამასთან, რისი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ. მე რა ვქნათ? როცა გადარჩენილი ვართ, ვის უხდით მადლობას? ღმერთს. როცა კაცები, ადამიანები ჯოჯოხეთში მიდიან, ვის ვადანაშაულებთ? ადამიანებს თავად და არა ღმერთს. და თქვენ ამბობთ, მე ეს არ მესმის. ეს არც მე არ მესმის. ასე რომ შედეგები ასეთია, თუ გადარჩენილი ვარ, ვადიდებ ღმერთს, მიხარია, მადლობას უხდი მას და როცა ურწმუნოსთან მივდივარ, არ ვეუნები, მიცი, შენ არჩეული ხარ თუ არა. როგორც ჩარლზ სპერჯენმა თქვა, მიდით და აუწიეთ ჩვენ კი არ მივდივარ და არ უწევთ მათ პერანგის კუც, რომ ნახოთ ზურგზე ბეჭედი ი აწერიათ თუ არა. ი ნიშნავს ინგლისურად elect, ანუ არჩეული არის თუ არა ეს ადამიანი. არამედ ჩვენ მივდივართ მათთან და ვეუნებით. დაწყევლილი იქნები თქვენი ურწმუნოებით და ვევედრები მათ, რომ ირწმუნო უფალი იესო ქრისტე, რომ გადარჩნენ. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კი მე ღმერთს უტოვებ, რომ მან გადაწყვიტოს ეს. გასაგებია? დიახ, მადლობთ, ჯონ, გასაგებია.